სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ანრი ოხანაშვილს დეპუტატებმა ნდობა გამოუცხადეს. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 91 წევრმა, კворუმი არის, გადავდივართ კენჭის ხაზზე. კენჭი ეხება საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს ანრი ოხანაშვილის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ. გთხოვთ ჩართოთ კენჭის ხაზის რეჟიმი. სამოცდათხმეტი მომხდენილი წინააღმდეგი დადგენილება მიღებულია. ბატონი ანრი ოხანაშვილი არჩეული იქნა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 6 წლის ვადით. დადგენილება ძალაში შედის მიღებისთანავე ბატონ ანრის საქართველოს პარლამენტის გამორჩეულ წევრს, აქამდე კი იუსტიციის გამორჩეულ მინისტრს მინდა ვუსურვო წარმატება დღევანდელ გამოწვევებით სავსე ხანდახან კი შეშლილ სამყაროში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს უწყებას, თქვენ პირადად და თქვენ თანამშრომლებს. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადო მათ საქმიანობისთვის, იმისთვის რომ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში იმ კონფლიქტების შემხედვარე, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს, სწორედ თქვენი სამსახურის თანამშრომლების დამსახურება არის, რომ არც ერთი უსაფრთხოების რისკი, რომელიც რეალური იყო, არ განხორციელდა, არც გარე ჩარევით და არც შიდა არეულობით. და დღეიდან კი უკვე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი პირი ამ საკითხებზე და გისურვებთ წარმატებას. თქვენი პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი ჩვენ ეჭვის ნატამალსაც არ გვიტოვებს, რომ შეძლებთ სრულად გაართვათ ამ დიდ პასუხისმგებლობას თავი. ასე რომ გილოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებები თქვენ საქმიანობაში. მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო, მივესალმები ჩვენ საზოგადოებას. ჩემთვის უცხო არ არის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა. შესაბამისად პატივია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პატივია ჩემთვის თქვენ წინაშე საუბარი და შესაბამისად მახარებს ყოველთვის თქვენთან შეხვედრა. პირველ რიგში მსურს, რომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული და გამორჩეული პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან, ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციასთან და ამ პოზიციიდან ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან. მსურს მადლობა გადაუხადო ბატონ გრიგოლი ლუაშვილს, რომელმაც გამოწვევებით სავსე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება უზრუნველყო. მადლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც დაუღალავი შრომით ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეების თავიდან აცილებაში წვლილი შეიტანა. მსურს შევეხო იმ ძირითად საკითხებს და პრიორიტეტებს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში საუბრისას მხედველობაში მისაღები არაერთი ფაქტორი, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები. 2022 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონალურ უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველოს გაზრდილი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო შენარჩუნება. ამდენად სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან სტაბილურ განვითარებაზე ძალაშია
აქედან გამომდინარე არსებული საფრთხეების საქართველოზე გავლენის აღსაკვეთად გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, რომელიც აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ იქნება მიმართული. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას კვლავ განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თამდევი პროცესები. ამასთანავე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი პრობლემა ოკუპაციის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის გამოყენება, ადამიანების უკანონო დაკავება, უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია და საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთვის საზიანო სხვა ქმედებები. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხთან მიმართებით უნდა აღინიშნოს ის ისტორიული გამარჯვებები, რომლებსაც საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე მიაღწია საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. ამასთანავე განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებული ის გამარჯვებები, რომლებსაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად მიაღწია. მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს აქტიური მუშაობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამასთანავე შესაბამისი მანდატის ფარგლებში გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის IPRM-ის ფარგლებში, გამართულ შეხვედრებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება აგრეთვე სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება, ამ მხრივ რესურსების მობილიზება. სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების ალბათობა. ამასთანავე გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა ორგანოებთან კოორდინაციის ფარგლებში მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ინსპირირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო ღონისძიებების განეიტრალება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. აქვე სურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სამინისტროს თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო და ნაყოფიერი კოორდინაციისთვის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს აქტიურ მუშაობას აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით. თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ჰიბრიდულ საფრთხეებზე. საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი. ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების ცდილობები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში
მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც. აღსანიშნავია ისიც, ამასთანავე, რომ ჰიბრიდული საფრთხეების და საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მიმართულებაა კიბერდანაშაულები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად გააგრძელებს ამ დანაშაულებებზე რეაგირებასა და სხვა სახის ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხო ღონისძიებების გატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად იმუშავებს აგრეთვე კონტრტერორისტული მიმართულებით, რაც გულისხმობს ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ტერორიზმთან ბრძოლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებას და სათანადო რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ამ მხრივ უწინდებურად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების საკითხებში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ტერორიზმის გლობალური ინდექსის 2025 წლის მონაცემების თანახმად საქართველო ტერორიზმის გავლენისგან თავისუფალი ქვეყნების რიგშია. ტერორისტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტი იქნება კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესება და შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება. ყურადღება დაეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ მონაწილე დანაყოფების შემადგენლობის უწყვეტ მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას, პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომ დახვეწას. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო მიმართულებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სამოხელეო დანაშაულებში შესაძლო მონაწილე შესაბამის მოხელეთა გამოვლენა. ამ მხრივ სამსახური რეაგირებს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მიღებულ შეტყობინებებსა და სხვა სათანადო ინფორმაციაზე კორუფციული დანაშაულების შესაძლო ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით. სამსახური გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობასა და სათანადო ღონისძიებების განხორციელებას. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის 2025 წლის მონაცემების მიხედვით საქართველო კარგი შეფასების მქონე ქვეყნების რიგშია. ყველაზე მოხსენებულ გამოწვევასთან გამკლავებასა და სამსახურის საქმიანობის ჯეროვან განხორციელებას სათანადო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი ესაჭიროება. შესაბამისად, ყურადღება დაეთმობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას, სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მატერიალურ-ტექნიკური საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა და მნიშვნელოვანი როლი ექნება საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. მოგეხსენებათ ამ სააგენტოს როლის შესახებ და ამ თვალსაზრისით ყურადღება დაეთმობა აღნიშნული სააგენტოს ადამიანური რესურსითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია აღნიშნული სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. დასკვნის სახით, რომ შევაჯამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწინდებურად მაღალ დონეზე განაგრძობს მის უფლებამოსილებებში შემავალ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც მოიცავს მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტრდაზვერვით, ოპერატიულ და საინფორმაციო ანალიტიკურ საქმიანობასთან, ჰიბრიდული საფრთხეების, ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა საკვირველია, მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურის საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება, თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია და შესაბამისად ჩვენ ყველა სათანადო ფორმატში უზრუნველყოფთ პარლამენტთან თანამშრომლობას. სურს გამოვიყენო
ეს შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს იმ გუნდს, ვისთან ერთადაც ამ თვეების განმავლობაში ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ ამ სამინისტროს საქმიანობის შემდგომ გაძლიერებაში. დიდი მადლობა თითოეულ იმ თანამშრომელს, ვინც ამ პროცესში იყო დაუღალავად ჩართული. კიდევ ერთხელ სურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ყველას იმ მნიშვნელოვანი წლებისთვის, ვისთან ერთადაც მომიწია საქართველოს პარლამენტში კონკრეტული იმ საქმიანობაში ჩართულობა, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღირსეულად დაცვას და ვფიქრობ, რომ ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. დიდი მადლობა ჩვენ საზოგადოებას იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი საზოგადოება იჩენდა იმ ნაბიჯების, იმ რეფორმების მიმართ, რასაც საქართველოს პარლამენტი ახორციელებდა. შესაბამისად, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება პატივი, რომ განვაგრძო ამ ძალიან დიდი საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობა და რა თქმა უნდა არ დავიშურებ ძალისხმევას იმისთვის, რომ ღირსეულად იყოს დაცული ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი ემსახურებოდეს ჩვენ ქვეყანას ღირსეულად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მზად ვარ შეკითხვებისთვის.